სახელთა მამისათა და დის და სულთაწმიდისათა. გილოცავთ დეოდელ დღეს, კვირა დღეს, აღდგომის დღეს, გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს, ერთი მეორეს გარეშე არ არის. ჯერ აღდგომა, დეთით, შემდეგ ამაღლება და მომავალ სველით სულიწმიდის გარდამოსვლას ჩვენზე და ქვეყანაზე. დღეს და გილოცავთ საქართველოსი სახარების ხადაგებლის წმინდანოს შემოშლას და განახლებას ჩვენში საზღვრის სიტყვისა და ადრეპილოტობის შემდეგ აღარ შემოსულა ხადაგებელი და აი უფალმა მოავლინა და ღვთისმშობელმა აკურთხა წმინდა ნინო. თქვენ მოისმენთ დღეს სახარება და სობილი იგავი 10 ქალწულზე რომ თელოდა უფლის მოსვლას, სიდის მოსვლას მეუფლის და ლამპრები ჰქონდათ, მაგრამ ლამპარი თუზეთი არ არის ვერაინთება. ანუ ყველა ადამიანს მოცემული აქვს ღვთისაგან სული, მაგრამ სულის საზრდო არის მადლი. თუ მადლი არ მიიღო ადამიანმა, მაშინ ჩამქრალი იქნება მისი ლამპარი. და მადლი მიიღოს როგორ უფალს მსგავსოს რით სათნოებებით, კეთილსახურებით, რწმენით, ხელმოქმედებით, მოთმინებით, თამდაბლობით და სხვა სათნოებებით, როცა შეიძლება ადამიანს გასუფალს და არის რწმენა გარეგნული, მარტო სიტყვიერი და არის რწმენა საქმით და შინაგანი სიყვარულით და რწმენით და სულიერი ღვაწლით. აი ამ 10 თაგანს რატომ 10 თავის სისულის სიმბოლოა. ანუ ერთ ნიშნული რიცხვები დასრულდა ერთად ცხრისათვის 10 არის ზღვარი, ორ ნიშანზე გადადის. ანუ სისავსე აი რაღაც მოწოდებისა და მოწოდებულთა სისავსე. არა მოწოდებულნი არ და მაგრამ რჯეულნი და ჩინებულნი ნაკლები. როგორ გაიქცეს ეს? აი ნახევარს ბრძენ ქალწულებს ჰქონდათ ზეთი ამ თავის ლამპრებთან ერთად და იმათო სულელს უტოდებს სახარება ლამპრები ჰქონდათ, მაგრამ ზეთისთვის არ უზრუნიათ. ანუ დარჩენ თოდი დაცული ბუნების მქონე ადამიანებად და რწმენა მათი მომხილებელი იქნებოდა მათ უკვე ჩვენსად არ ცხოვრობდნენ. მარკუს მახარებელი იხსენებს მათ სიტყვას ამაღლების წინ რომ წარმოთქვა და მოწაფს უთხრა რომ უხადაგეთო ყოველს ადამიანს ქვეყანაზე რომ ით ირწმუნებსო სხონდებ და ნათოსილებსო ის სხონდებაო და ვით არ ირწმუნებსო ის დაიჟებაო. იგი შეიძლება მოინახოს ადამიანი, ხო? მაგრამ თუ ღვთისათნოთ არ იცხოვრა, დაიჟება. აი სიტყვა მაცხოვრისა სულ და უფალმა იგავის სახით მოგვაწოდა ჩვენ, რომ პადარი ეს პადარი იყო ღამე და გვიანდებოდა, იგვიანებდაო სიძინო და აი ყველას მიერულაო და მიიძინაო. ანუ გარდაიცვალა ყველა ეს. ეს არის ბოლო ჟამი, როდესაც ამ სოფლში ყოფნი ყველა გავლენ ამ სოფლიდან და აი შუაღამის გაისვა ხმა, რომ მოდის სიძე, მოდის. ადგნენ. ანუ მოხდა საყოველთაო აღდგომა ხდება. ყველას აღდგომა ხდება. მართალსაც პლანისაც. და ვისაც ზეთი ქონდა ანთეს ლამპრები, რომ 10 ლამპრით შეხვდეთ. ანუ ვისაც მადლი მიუღია ის უფლისა არის. რატო? უფალი თუ ნათელი, მე ნათელი სოფლისა უფალი და ნათელი ქრისტეს გაგვანათლით ყოველთა. აი ნათლით ნათელთან ერთობაში შეხვედი. შენ პირად ნათელი ანთებული შენ ლამპრით. იხთაებრი ნათელთან ქრისტესთან
შეხვიდე. და იმათი ლამპრები ქრება, თუ ზეთი არ აქვს. იგი როგორ შეხვდება და იქ არის სიტყვა რომ თხოვეს მოგეცი ჩვენ ზეთის ნაწილიო რომ ჩვენს ავანთებო და თქვენ რომ მოგცეთ არ ჩვენ გეყოფათ არ ჩვენ გეყოფათო წადით და ივაჭრეთო ივაჭრეთ ანუ კეთილი საქმეები აკეთეთო მაგრამ უკვე საყოველთაოდ მოხდა უკვე სოფელი აღარ არის როგორც მოცხული დას არ მეტყველებს ბოლო ჟამს ხო ეს ცადამიწა აღარ იქნება ახალი ცადამიწა იქნება ეცა გრაგნილი დაიხევაო და ყველაფერი დაიწყება სოფელშიო ეს სადმე წავიდნენ სავაჭროდ არარაობაში ის ცხოვრება აი რომელთა ჩვენ ცხოვრობთ ამ ქვეყანაზე ის აღარ იქნება იქნება ახალი ცადა ახალი მიწა მოცხული წასამეტყველებს როგორია ეს იქ სულიერნი შევლენ იქ და წავიდნენო და შეიყვანა თავისიანები და უფალმა ვისაც ლამპრები ანთებული ჰქონდა და კარი დაიხურაო მე ნათქვამია მოვიდნენ სხვა ქალწულები არიან თქვენ ლამპრებით ზეთით ულამპროდ უზეთოთ არაფერი უბრალოდ სხვა ანუ შეიძლება რომ მტერის გარეშე ეკლესიის გარეთ იყო ადამიანი კითხვის საქმეს აკეთებდა მაგრამ ბევრი თავის კითხვის საქმე თვითონ ამპარტავნობს როგორი კეთილია და მე ხებს გაიხსენებ რატო ხები არ არის ესეთი როგორც მე ვარ თავისთავად ეტალონი გონია სიწმინდისა და სიბრძნისა ეგ ამპარტავნება არის ამიტომ აბა რა თქმა სხვა ვიღაცა მოვიდა ან საყოველთაოდ ყველა ადგება ის წენა მიეცარ წენსაბს უნდა ეღვაწა სულიერი სწავლება მიიღო სულ უნდა ეღვაწა არა მიუღებელია და ზოგს არც იწმუნა არც იცხოვრა არაფერი გაუკეთებია და უცხოა აი ხედავთ სამი გრადაცია არის ადამიანების ერთი ვონც არ არის ეკლესიური და განყოფილი მეორე არის ეკლესიური მაგრამ გარეგნოთ ასრულებს წესებს მაგრამ მადლი ვერ მეუღია იმიტომ რომ სულ განიკითხავს სულ ამპარდანებს სულ ყოფილოა სულ უმადურია და ანუ ნათელი არ არის მაშინ და მესამე კატეგორია რომელიც აი არა მარტო ინათლება არა მარტო დადის არა მარტო ყოველდღიურ ლოცვებს ასრულებს დილას აღამოს ტრაპეზის წინ თავის შემდგომ მარხულობს დიდ მარხებს სხვა მარხებს ოსალპარშეს ყველაფერს ასრულებს მაგრამ ამასთან ერთად ის ხედავს მრევლში ვიღაც გაჭირებულია ვიღაცა მწუხარია ვიღაცას ნუგეში ჭირდება თანადგომა ჭირდება დახმარება ჭირდება და თუნდაც არა მრევლში გარეთ რამდენია გაჭირებული და ეხმარება ყველა და ეხმარება არასაჩვენად ვიღაცის დასანახად რომ აი ვეხმარები და გულში უფალი გულს ხედავს აიტომ გულით გაეცით გულით აკეთეთ და მეოდებით მადლობას ვიღაცისგან შენ პირიქით ვისაც დაეხმარი შეიძლება მე განგიკითხოს მაგრამ შენ არ განიკითხოს აი ამიტომ რატო იკითხება ეს ადგილის ახარებიდან დიანიოს ხსენების დღეს ზოგადად მოციქულთა და ამ შემთხვევაში დიანიოს რომ მან უფლის სიყვარულის გამო რწმენის გამო ისურვა მოძიება უფლის კვართის და დატოვა სახლი და უზრუნველყოფილი ყველაფრით არც საერთო სასმელი აღდა არც სამოსი აღდა არც პატივისცემა და ზრუნვა სხვებისგან მაგრამ მან მეტი მოითხოვა მეტი მოინდომა რომ სიყვარულს საზღვარი არ აქვს ჩვენ შეიძლება აი რაციონალისტები ამას გავაკეთებ იმას გავაკეთებ ამდენს გავაკეთებ იმას გავაკეთებ ამას ამდენს მიწევ იმას მიწევ ამდენს არა თუ აკეთებ გულით აკეთე და რამდენი შეგიძლია იმდენი თუ არა დალოცე მაინც ხო კეთილ სიტყვა მაინც უთხარი ეგ ხო შეგიძლია რა არა გაქვს შენ ფული არ გაქვს პური თუ რაღაც არ
მაგრამ ჩაიხუტე გულში ეს ადამიანი მაინც უთხარი, აი დღეს არა მაქვს, ხვალ მეკრება კი, მაგრამ დღეს მადლს მოგცემ, გაგიზიარებ. ხო? მე შენსავით ავარ. მეც არა, შენ არა მეც არა მაქვს, მაგრამ ამის გამო ხო ერთმანეთზე პირი ხო არ ვიბრუნოთ ერთმანეთისგან. და აი წმინდა ნინო ესე მოვიდა საქართველოში. დიდი გზა გამოიარა, დიდი განსასწრებელი ნახა. მაგრამ უფალმა მოიყვანა იქ სადაც მან ინება მოსვლა. ინება არა იმიტომ რომ რაღაც სანახაობისთვის მოვიდა, კომფორტის მოვიდა, არა, უფლის კვართის ადგილი უნდა და სად არის და უთესო აქ დაფსული არის ეს კვართი აქ. აი ლიბანის ნაძვია მოსული და იქ არისო და აი მადლი რწმენისა, ჭეშმარიტ რწმენისა, საქმით, სულიერი საქმით რწმენისა. ისეთი ძალაა, რომ მეფე დედოფალი მოაქცია, ის იუდეველი მოაქცია, ქურუმი მოაქცია, ყველანაირი ადამიანი და განმარტებით ქართველთა ერისა იწოდა იგი. ამიტომ არის გამორჩეული არის ამით. ამით არის გამორჩეული დედა ნინო, რომ ის არის ზეთით სავსე ანთებული ლამპარი. ქართველი ერისათვის დანთებული ღვთის კურთხევით და ყოველდა ღვთისმშობლის კურთხევით. და ამას დღესასწაულს ჩვენ რომ ეს ნათელი შემოვიდა ჩვენს ქვეყანაზე, რომ მშვიდობა იყოს, ერთობა იყოს, სიყვარული იყოს, წყალობა იყოს, სიმართლე და ჭეშმარიტება იყოს ჩვენ შორის. ამიტომ ვიხსენებ ჩვენ დღეს და მადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის, რომ სიტყვა მოციქულისა, ძალა უფლისა ჩვენს უძლურებაში ვლინდება. უძლური ნორჩი ხალწული ნინო შემოვიდა და ძალა მადლისა აღემატა ყველანაირ ძალას ამ ქვეყნისას. მერიან მეფეს უნდა და დევნა დაეწყო და დაეკავებინა თვითონ ვინ ნაცად ამისა დაუჭოქა და ხო ნათლობა მინდაო, ვირწმუნე ქრისტეო. აი ეს არის ძალა ჭეშმარიტ რწმენისა, მადლმოსილი რწმენისა. ამ ძალით უთეული იყოს ჩვენი ერი, მრავალჟამიერ და დაცული მშვიდობით და ერთობით. ამინ. მე თო დაგუწ.